მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგეცნობთ. მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მეცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. წმინდა სახარების მიხედვით უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა. ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის 60 კარი კვლავ გაიღო. დასოტევის სახელით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული საკითხები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. განსაზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ნაბიჯები გადადგას ეს მართლაც ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობების დამყარებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამისთვის მზად არის და ვისაც ეს სურს, განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, მანამდე რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, აღნიშნა გალუზინმა. როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ქვეყნისთვის და შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხალი და საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ. ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა, რომელთანაც საქმე გვაქვს. რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის რომ წულუკიანის განცხადების საპროტესტოდ მოქალაქეები მის სახლთან შეიკრიბნენ ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი. ამაზე გამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი, განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრის შემდეგ წერს. ვიქტორ ორბანის განცხადებით ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების სასიამოვნო იყო. უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით, წერს ვიქტორ ორბანი. არასამთავრობოები და მათი დონორების სიძულვილის გაღვივების და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობის მთავარი წყარო არიან. დონორებმა და NGO-ებმა წაგვიბილ წეს 9 აპრილის საკრალური დღე იმით, რომ ამ დღეს შეეცადნენ დაყოფის სიძულვილის შემოტანას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ კამპანიას, რომელსაც რამდენიმე NGO აწარმოებს, არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯუნია. ხაზს ვუსვამ, არც ერთი დონორი, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ, არაფრად აგდებს ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თბან მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია. თვითონ გამონახონ სიტყვები, თუ არ უნდათ, რომ თავიანთ შექმნილ მონსტრებს რაღაც მკვახე განცხადებით გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვან, განაცხადა პაპუაშვილმა. ეროვნულ გმირზე რომ აცხადებს საჯაროდ უაზროდ განწირული კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასია. არაფერი რომ თქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა და მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ. ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების წევრ თეა წულუკიანის განცხადებას აგვისტოს ომის გმირ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრება იწყება. მიხეილ ყაბელაშვილს გავაცნობთ ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს იმ დავალებების შესრულება, რომლებიც ჩვენ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გვაქვს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ისინი მიხეილ ყაბელაშვილს ასევე გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებითაც. ჩვენთვის დიდი პატივია პრეზიდენტი ვისტუმროთ საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მას ექნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ პრეზიდენტს გავაცნობთ ინფორმაციას მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა პროგრამები არსებობს, ამასთან როგორ მიმდინარეობს ამ დავალებების შესრულება, რომლებიც ჩვენ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გვაქვს, აცხადებს პატარაძე.
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში უკვე ტრადიციულად თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტი ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 2000 ინერგი დაირგო. აქცია პროექტის ნაპირზე ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხმედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავს და დაახლოებით 300 ჰექტარს შეადგენს. მდინარის მიერ ჭალის ტყის გავლით მოტანილ ჰაერის ნაკადს რუსთავის ინდუსტრიული ზონის განიავების ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა ეკოსისტემა განადგურდა. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პროექტის ფარგლებში რუსთავის ჭალის გამწვანებასთან ერთად მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ფართომასშტაბიან ჩანაფიქრზე პროექტის ნაპირზე შემქმნელები საერთაშორისო პარტნიორებთან, მკვლევარებთან და მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში კი კერძო სექტორის ჩართვა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რათა გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია ილია მართალის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ ჭედლიანმა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებით და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას. შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და საზოგადოება ილია მართალის დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია. ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არსებობს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის პოლიტიკური ნება არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა. განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთი და აშშ მშვიდობის მიღწევისთვის ბევრს მუშაობენ. ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნათელია, რომ მათ დრო გახავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს. განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა დაინტერესებული და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს მუშაობს. ასევე კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში ევროპის მხრიდან უმნიშვნელოდ არ იქნება მიჩნეული, რადგან რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. გერმანიის პარლამენტი 6 მაისს შეიკრიბება და ქვეყნის კანცლერად ფრიდრიხ მერცს აირჩევს, თუ მანამდე მის მიერ შეთავაზებული მთავრობის ყველა პარტია გასულ კვირას მიღწეულ კოალიციურ შეთანხმებას დაამტკიცებს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიის ბუნდესტაგმა განაცხადა, რომ სპიკერი უილია კლიოკნერის სესიის მოწვევას მომავალი თვის დასაწყისში იგეგმავს. მერცს გერმანიის მეათე კანცლერად არჩევისთვის ბუნდესტაგის ყველა წევრის უმრავლესობა დასჭირდება. მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით სხვა ერების თავისუფლების ხარჯზე. ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს. მისი თქმით, წარმატებისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა. წარმატებისკენ მიმავალი გზა ნათელია. უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა, რომლებიც ამ ომს კვებავს. აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყებლის ხელმძღვანელი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.